ძალიან ისა, ყველაფერი გავეცვალეთ ხელმისაწვდომი ბევრი დრო ჭირდება ამას ესეთი თქო და აი ეს მივიღეთ და ეს უკვე წავიღეთ და ამას გავაკეთებთ ანალიზები კეთდება ოქროსი, ანუ უშუალოდ საფრთხეში მოპოვებული ოქროს მადნის ანალიზები ჩვენ გვაქვს შემდეგი. და ეს არის სინჯებისთვის, ასეთ ისა, აი მაგასაც დღეს იყენებენ, მაგრამ ეს პრეისტორიულ ხანაშია, ამაზე არის რაღაც სპეციალური ქვებია, რომელსაც თვითონ იყენებენ აი ამ ოქროების სინჯების თვითონ აი მინარევების გასაცავს. შემდეგი და ჩვენ დიდი პრობლემა 2006-ში დამთავრდა ერთი ფაზა გამოკვლევისა, ჩვენი გამოკვლევებისა და დადგა თუ სად ცხოვრობდა ეს ხალხი. შემდეგი და ნუ საშინელი ისეთი ჰქონდა, რომ დავდიოდით და ვერ მომიძიეთ, ანუ დასახლება საზოგადოებისა, რომელსაც აი ესეთი ორგანიზების შრომა აქვს და რომელიც არის სრულიად ისეთი ისე, რომ ადგილობრივ სახელმწიფოებში ცხოვრობენ და პარალელურად დასახლება პრაქტიკულად მომდენ ჩვენ საკუთარ 3 წელი ფუნქციებას და შემდგომ აი შემდეგი ეს უზარმაზარი ნამოსახლარი, რომელიც არის ძეზოების ნამოსახლარს ვეძახით ჩვენ, რომ საფრთხე არის აი აქ და ეს არის მდინარე მაშავერას მუდმივ ნაპირზე 62 ჰექტარია დასახლება. და აი ამ დასახლებაში ჩვენ დავიწყეთ მარკეტინგ კითხების წარმოება. შემდეგი და ეს არის ახლა დაზვერვის შედეგად, აი ამ ფოტოზეა დატანილი ეს ყველაფერი ხდება GPS კოორდინატებითა და სატელეფონური GPS-ით. არის იმედია, რა ქვია, სატელეფონური საკუთარ ფოტო ვიყიდეთ და უკვე ზემოდან ზუსტად ჩვენი GPS კოორდინატებით როგორ დასმული უკეთელი ეს ძეგლები, თუ კი საქმე რამის გიგით. თუ შეამჩნევთ ჩვენ მხოლოდ გზის ნაპირზე ვართ, რომ ეს ტერიტორია არის ძალიან ძეგლებით არის დაფარული. ნუ პრაქტიკულად შეუძლებელი ისე არის რა დაინახო ან თავის შეყოვნა. ახლა ეს არის განთავისუფლებულია ძეგლებისგან, მაგრამ ნაწილი მეაშკენ უკვე გავანთავისუფლდა და იქ ძალიან კარგად გამოსა ამ დასახლების ტიპით. შემდეგი და დაიწყო ესეთი ისეთი ყაქრა, რომ აი ეს არის ერთ-ერთი ნაგებობა, ეს პირველი ნაგებობა შემდეგი. აი აქ არის ეს ორი საკვაკს ნაგებობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა ნაგებობებმა. შემდეგი ხო და ჩვენ აი ამ ნაგებობაში ვიღებთ სახელოსნოები, რომელიც ორი სახელოსნოა, ერთი უფრო ადრეული, ანუ უფრო ძველი და შედგება განახლებული, აი ეს ქვებით, აი ეს ადგილი არის განახლებული უკვე შემდგომ პერიოდში, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა პერიოდი არის მაჩის განსხვავება და აი აქ აწყვია ყველა იარაღი, რა თუ კი რამე საჭირო არის, აი ამ უშუალოდ დამუშავება და მეორადი გადამუშავებისას, ანუ ესეთი უკვე ძალიან ესეთი ფხვნილი სახით რომ იმას აქ ნამარხია.